ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაზრდილია. გასული წლის ბოლოს პრობლემური საკრედიტო პორტფელი 2 მილიარდ 800 მილიონი ლარი იყო, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 200 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია. რამდენ სესხებელს აქვს ვადაგადაცილება და რომელი საკრედიტო პროდუქტია ყველაზე რისკიანი? დეტალებით ქრისტინა გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მაია, გამარჯობა. იმ სესხებლების რაოდენობა, რომელთაც 31 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 370,000 ფიზიკურ პირს შეადგენს. კრედიტინფო საქართველოს მონაცემებით 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი ეს მაჩვენებელი 368,000 იყო. ამასთან გაზრდილია ვადაგადაცილებული სესხების საკრედიტო პორტფელიც და 2 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კრედიტინფო საქართველოს ბაზაში მოცემულია მონაცემები 1,980,000 უნიკალურ ფიზიკურ პირზე. მათი საერთო საკრედიტო ვალდებულება კი 75 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს მონაცემები 2024 წელთან შედარებით 13%-ით მეტია, რაც შეეხება სესხებელთა რაოდენობას, მაჩვენებლები გაზრდილია 41,000-ით. კრედიტინფო საქართველოში კი ამბობენ, რომ როგორც ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის, ასევე ვადაგადაცილებული სესხების ძირითადი წყარო საბანკო სექტორია. მიკროსაფინანსოების წილი კი ამ შემთხვევაში დაბალია, თუმცა ბანკები სესხებლების პრობლემატურ კრედიტებს გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ვალის ამომღებ კომპანიებს გადასცემენ ხოლმე. მოკლევადიანი სესხების სამახმარო სესხები უფრო მეტად პრობლემური არის. ნერემოდის სამახმარო სესხების საკრედიტო ბარათები, ოვერდრაფტი ეს პროდუქტები ყველაზე მეტი რისკიანობით გამოირჩევა და ვადაგადაცილების ძირითადი წყარო სწორედ ესენია. რა თქმა უნდა, სალომბარდა სესხებიც მათში შედის. არის მერემოდის უკვე ბიზნეს სესხები და ბოლოს არის საფრთხო იპოთეკური სესხები. მის შინაარსთან გამომდინარე ეს ბოლომდე უზრუნველყოფილია. და აქ უფრო შედარებით დაბალი რისკი გვაქვს. ის რომ თქვათ ამ ვადაგადაცილებულ სესხებში საკმაოდ დიდია სწორედ არასაბანკო დაწესებულებების წილი მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი ადამიანი, ვისაც არ აქვს დადასტურებული შემოსავალი, სწორედ ვერ იღებს ბანკში სესხს და მიდის თქვათ სხვა გამსესხებლებთან და აქ კიდევ არ შედის თქვათ ის ადამიანები, ვისაც მევახშეებთან აქვთ ხო პირობითად სესხი აღებული. კერძო პირები, თქვათ ფიზიკური პირები, რომლებიც დებენ ხელშეკრულებებს, ესენი არ შედიან აქ და ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა რაოდენობას და პრობლემური სესხების ვალდებულებების რაოდენობასაც. კრედიტინფო საქართველოში როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, რომ გადაამოწმონ საკუთარი საკრედიტო რეიტინგი. ბაზაში ინფორმაცია ყოველდღიურად განახლებადია და ეგრეთ წოდებულ შავ სიაში სესხების ერთდღიანი ვადაგადაცილებაც კი ჩანს. შესაბამისად, სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ, რომ კრედიტი მაქსიმალურად ვადებში და გრაფიკის მიხედვით დაფარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკრედიტო რეიტინგი გაუარესდება, რაც სესხთან წდომის შანსებს შემდგომში გააუარესებს. ქულა არის 0-დან 400-მდე, 400 არის საუკეთესო და 0 შესაბამისად დაბალი. არის ქულაში ესაა თავისი რეიტინგები, სესხების ძალიან ხშირი მოხმარება აუარესებს ქულას, ან ბევრი ძიებები, გადაჭარბებული ვალდებულები და ასე შემდეგ. ეს რაღაც ქულა გარკვეული წონით მოქმედებს ნეგატიურად ქულაზე, თუმცა როცა თქვა სესხი იფარება გრაფიკის მიხედვით, კარგი გადახდებია ვადაგაცილების გარეშე, ეს რა თქმა უნდა პირიქით აუმჯობესებს და უფრო მეტ ქულას აგროვებს თქვათ მოხმარება. მონაცემები განახლებადია, მაგრამ თუ ადამიანი არ დაფარავს ამ ვალდებულებას, ის სანამ არ დაფარავს, იქნება ამ ეგრეთ წოდებულ შავ სიაში, რომელიც არის რეალურად კრედიტინფოს რაღაცა ბაზა, სადაც არის ნეგატიური და პოზიტიური ჩანაწერებიც. თუ დაფარავს, შემდეგ უკვე ამოვა რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ ამოვა წაიშლება მის შესახებ მონაცემები და ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც თქვათ საკრედიტო ისტორიის გამოსწორების გზით ხდება, რომ ადამიანი დაფარავს ვალდებულებას, ხო? მე შეიძლება რამდენიმე თვეში აიღოს კიდეც მცირე სესხი ბანკში. რაც შეეხება კერძო სექტორს, ბიზნესში ყველაზე მეტი ვადაგადაცილება რესტორნების, კაფეებისა და სწრაფი კვების სექტორში ფიქსირდება, სადაც პორტფელის 5%-ზე მეტი 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული სესხებია. მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.